2025 წლის 8 მაისი წარმოგიდგენთ ჩვენი წიწვოვნების ნაზარდებს. აი, ეს არის ბიოლოგი. ეს არის გლაუკა გლობოზა. აი, ერთი ბეწამჯიხის ხელა იყო, მაქვს ვიდეო, დავრგე. როცა დავრგე და აი, ესეთი ნაზარდები აქვს. აი, ესეთი უსაყვარლესი, ურბილესი და ულამაზესი ფერის ნაზარდები აქვს ჩვენს გლაუკა გლობოზას. ეს არის წელს დარგული Sanders Blue კანადური ნაძვი. აი, მისი პატარა ნაზარდები. და ეს უნდა იყოს Daisy White, მაგრამ white, ანუ თეთრი ნაზარდები არ აქვს. Ну, რაც არის ყოველ შემთხვევაში მე ძალიან მომწონს კანადური ნაძვები თავის კომპაქტურობის, განსაკუთრებული ინდივიდუალიზმის გამო და აქ კიდევ მინდა კონიკაც დავრგო და პატარა კოლექცია გავაკეთო. ნაძვის ბლუზ. აი, როგორი ნაზარდები. აქ არ ვიცი კიდევ გაეზრდება თუ არა. კიდევ გადავიღებ ერთ ვიდეოს, როცა დაასრულებენ ზრდას, რომ ვნახოთ წელიწადში დაახლოებით რამხელა ნამატი აქვს. აი, ეს ბლუზი. ეს ჩემი ცნობილი ბიოლოგი. აი, როგორი ლამაზია. როგორი მორთულია. აი, ეს არის ვითჰორსის ნაზარდი, მაგრამ ეს ჯერ წესით კიდევ გაიზრდება. ეს არის Blue Star. დიდად არ ეთყობა ამას ნაზარდი. არც ამას. ეს ჩემი მეორე Silverlock-ი, რომელიც უფრო ცუდად ვითარდება ვიდრე ის პირველი. აი, ამას რა უნდა ეხლა აქ? აი, ეს კვირტები აქვს და ალბათ წამოიღებს რაღაც ნაზარდს და გახარებულია, მაგრამ მაინც გადასარევად არ გამოიყურება. ეს ჩემი გაცოცხლებული ფიჭვი არის, მთის ფიჭვი, ვნახოთ როგორ განვითარდება. გადარჩენილია ცოცხალია. ეს არის ჩემი ნაძვი Lucky Strike. ძალიან პატარა ნაზარდები აქვს და ძალიან ნელა იზრდება. აი, ძალიან ნელა იზრდება. მაგრამ უსაყვარლესია. ეს არის ჩემი ხვია. Blue Carpet. და გადაწყვიტე ერთი ტოტი ზემოთ წაუყანო, ესე ბევრი აკეთებს და შტამპზე გავუშვა. ტუია და ნიკა. ესენი სმარაგდები. ეს ჩემი სილამაზე და სიყვარული ინვერსა. ამას ეს თავი უნდა გაუკრა, ცოტა ხანი ჰქონდეს, მაგრამ უნდა გაუკრა. რომ ზემოთ წავიდეს. ინვერსა. ტუია მერიემი. ბარბარისი, აი როგორ გაიზარდნენ ჩემი Blue Arrow. ესე იგი წელიწადში დაახლოებით ორჯერ გაიზარდა, რა ჩარჩან დავრგე იმასთან შედარებით. აი, ესე გამოიყურებიან. ჩემი ლამაზები. ნაძვი ხუბსი და მისი ნაზარდები. ეს ჩვენი კორეული სოჭი. ეხლა დაიწყო გახსნა ნაზარდებმა. როგორც ვიცი, ეს არის სახეობრივი, არა ნამყენი კორეული სოჭი. აქ არ არის დაღრმავებული, უბრალოდ მულტში აყრია. აი, რა ლამაზი ახალი ნაზარდებია, როგორი ბუთქუნა. ჩვენი საყოველთაოდ ცნობილი ჩემპიონი Silverlock-ი ამავე ვიდეოში ცოტა ადრე იქნება ის Silverlock-ი, რომელიც უნდათ ვითარდება. აი, რამხელა
გირჩები გვაქვს უკვე. ეს გირჩები უნდა გახდესო ლურჯი, ვნახოთ. ეს არის მეორე ბიოლობოკი, რომელიც იყო ძალიან ცუდად. ერთი წელიწადი იჯდა პრაქტიკულად გაუნձრელად გაიყინა. შემდეგ მე მგონი ვიდეოს დავდე თუ არ დავდე, არ მახსოვს, როგორ მკურნალობდი, ანუ გავთხარე ფესთა სისტემა, გარშემო ვნახე რა სიტუაცია იყო, როგორ იყო ფესვები თავიდან ჩავასხი, სტიმულატორები, მკვებავები და აი შედეგად მივიღეთ. ბოლომდე არ მომითხრია, გარშემო გავთხარე და ვნახე, რომ სადღაც იყო ცოტა ჰაერი ფესვებში, მიწა დავაყარე, მკვება მივეცი კიდევ დამატებით და შედეგად აი მივიღეთ ეს, რომ თითქმის ყველა ტოტზე გახსნა ახალი კვირტი. კიდევ ერთი კანადური ნაძვი. ეს ყველაზე პირველი წიწვოვანია და ნახეთ, თუ აქამდე ძალიან პატარა ნაზარდებს უშვებდა. აი ახლა სადღაც 2 სანტიმეტრი, ახლა აშკარად გაზარდა ნაზარდი. ეს დაახლოებით 4-5 სანტიმეტრი იქნება ლიდერი. და აქაც ბევრად უფრო გრძელი ნაზარდი აქვს მოკლედ. და ფუმფულა არის.